(2025-2026) წლების ზამთრის სეზონი ოფიციალურად გახსნილია კურორტ გოდერძიზე. სასრიალო სეზონი კურორტზე 27 დეკემბრიდან დაიწყო. 2025 წელს რეგიონში ვიზიტორთა რაოდენობა 9 მილიონს მიაღწია, ამ მათში დიდი წვლილი ეკისრება სწორედ სამთო სათხილამურო კურორტ გოდერძის. ამ დროისთვის სათხილამურო კურორტზე სასრიალო ინფრასტრუქტურა სრულად ფუნქციონირებს. გახსნილია ტრასები და ჩართულია საბაგიროები. ტურიზმის განვითარების პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესი. 2025-2026 წლების ზამთრის სეზონი აქ აქტიური დატვირთვით დაიწყო. გოდერძი ძალიან მიყვარს, კაი კურორტი არის, მუდმივად კარგი თოვლი არის. სეზონის გახსნასთან ერთად მაღალმთიანი აჭარის კურორტზე როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტების მაღალი ნაკადი აღინიშნება. თითქმის ყველგან მსრიალებ, მაგრამ საქართველოში პირველად ვარ, ულამაზესია, მთები შესანიშნავია, აქაურობა ძალიან სასიამოვნოა. კურორტი დამსვენებლებს ორ საბაგიროს, ერთ მოძრავ ხალიჩასა და სამ სასრიალო ტრასას სთავაზობს, რომელთა საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. ყველაზე მაღალი წერტილი კი ზღვის დონიდან 2366 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მომწონს ეს კურორტი, ეს ჩემი პირველი გამოცდილებაა მთებში სრიალის და ეს საოცარია. სასრიალო ტრასები გათვლილია როგორც დამწყებებზე, ისე გამოცდილ და პროფესიონალ მოსრიალეებზე. კურორტზე გახსნილი ყველა ტრასა უსაფრთხოა და დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებს. კაი თოვლი მოდის, კაი ტრასებია და ძალიან მაგარია. ყოველ წელს აქ ვარ მთელი სეზონი, დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე. კურორტზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს უსაფრთხოების კონტროლი. სამაშველო სამსახური და სკი პატრულის ჯგუფები ტრასებზე მოსრიალეთა უსაფრთხოებას აკონტროლებენ და სასრიალო არეალებს აწესრიგებენ. ჩვენი მიზანია, რომ რეგიონი კიდევ უფრო გავაძლიეროთ და 4 სეზონზე გახდეს ტურისტულად მიმზიდველი. სამთო სათხილამურო კურორტი გოდერძი გამორჩეულია თოვლის ხარისხით, სათხილამურო ტრასებითა და ულამაზესი პეიზაჟებით. ის განსაკუთრებით მიმზიდველია პროფესიონალი და გაუკვალავში თავისუფალი სტილით მოთხილამურეებისთვის. ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი კეთილდღეობა შევქმნათ ჩვენი მოსახლეობისთვის. პირველი თოვლი აქ ნოემბერში მოდის და სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება.